გამარჯობა. დღეს ზიკო ქალაქში ბრუნდება, იმიტომ რომ დღეს 4-ზე უნდა იყოს სამსახურში და მიდის. ოშოტკა მოვიდა, ზიკო წავიდა. მე დაბრუნდი და ჭურჭლები გავრეცხე. სოფელში ჭურჭლების რეცხვა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ლაგვედეხის ცხალი სულ სხვა კარგია. ჭიქებს არ რჩება ლაქა. დაბრუნდი და ვიყვაჩაღე. ხედავთ როგორი ყვაჩაღი ვარ. დედა მითხრა რომ ყველა ოთახი უნდა დაალაგო. დედა ჩემს აზრით ყოველდღე ყველა ოთახი უნდა დავალაგოთ. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ვის აინტერესებს ჩემი აზრი, არავის. მე დედიკო და მელისა პოსტანში ცოტა ვიმუშავეთ, მე მივხვდი რომ ძვიმას აპირებს, უცებ დაბრუნდი ჩემი სიყვაჩაღით. ავიღე სარეცხი და მე გაწმენდა დავიწყე. ცოტა სიცივე იყო და ფეჩი ავანთე, მინდა რომ ფეჩზე მოვამზო და ლავაში, იმიტომ რომ ცოიმი გქონდა დარჩენილი მაცივარში. მან ცოტა მეზარება, მაგრამ არ მინდა რომ ის ცომი გაფუჭდეს, ამიტომ მოვამზადებ. ჩემთვის მოვამზადე სადილი, როგორი ჯანსაღი. უკვე YouTube არხი მაქვს და ვამონტაჟებ გრძელ ვიდეოს. ძამახარებს ეს. ჩვენი მელისა, ნოსო გავიზრდები მელისა მინდა ვიყო. მე სახში ვიპოვე ერთი წიგნი, რომელიც არ მაქვს წაკითხული. სანამ სოფელში ვარ ამას წავიკითხავ. ვაჟა-ფშავალი არის ჩემი საყვარელი მწერალი. აბა, კარგად.